ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10 წლიანი პატიმრობა მიესაჯა სასამართლომის ბრალდების 9 ეპიზოდში დამნაშავედ ცნო. ოცნების ყოფილ მაღალჩინოსანს ჩამოერთვა რამდენიმე მილიონ ლარზე მეტი ზღირებულების ესპანეთისა და მცხეთის სახლები, მისი და ცოლის კუთვნილი 3 ავტომობილი და ჩხრეკისას ამოღებული ნივთები. ასევე ნახიდურ ჰესის 15%-იანი წილი, რომლის ღირებულება 1 მილიონს აღემატება. მიქაუტაძე განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, ყოფილ ჩინოვნიკს თითქმის 8 მილიონ ნახევარი ლარის გათეთრებას ედავებოდნენ. მარნეულში დედა 2 და 6 წლის შვილებზე სისტემატურად ძალადობდა 21 წლის ქალი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავა, მას 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ღამით უკრაინამ მოსკოვს 46 დრონით შეუტია, თითქმის 9 საათი რუსეთი უკრაინის უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმას იგერიებდა. პარალელურად ზელენსკის განცხადებით უკრაინამ 434 კვადრატულ კილომეტრზე კონტროლი აღადგინა და რუსეთის საოკუპაციო ძალების ახალი შეტევა ჩაშალა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა სამხრეთ ლიბანში ჰეზბოლას ძირითადი პოზიციების წინააღმდეგ სახმელეთო ოპერაციები დაიწყო. აქტივობა მოიცავს ტერორისტული ინფრასტრუქტურის დემონტაჟსა და ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტების განადგურებას, ნათქვამია განცხადებაში.